კლასის უკლებლივ ყველა მოსწავლემ შეასრულა საგამოცდო ტესტი. დიაგრამაზე ყოველი შესაძლო ქულისათვის მოცემულია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, აი ამ სვეტებში, რომელთაც მიიღეს ეს კონკრეტული ქულა. ტესტი ითვლება ჩაბარებულად, თუ მოსწავლემ დააგროვა სულ მცირე 5 ქულა. დიაგრამის მიხედვით დაადგინეთ ამ კლასის მოსწავლეთა მთელი რაოდენობის რამდენმა პროცენტმა ვერ ჩააბარა ტესტი. ოკეი, ესე იგი ჩვენ ორი სამუშაო გვაქვს. ერთ ნაწილში უნდა დავადგინოთ ის მოსწავლეები, ვინც სამწუხაროდ ვერ ჩააბარა ტესტი და მეორე სამუშაო არის დავადგინოთ მთლიანად მოსწავლეთა რაოდენობა. ანუ თითოეული სვეტის ფასი გვაინტერესებს. აი, აქ რამდენი უნდა ავიღოთ? ან აქ რამდენი უნდა ავიღოთ? ეს კითხვა რა თქმა უნდა აქტუალურია, თუმცა როგორც კი გავითვალისწინებთ, რომ კლასში მოსწავლეთა რაოდენობაზე ვსაუბრობთ, ავტომატურად 0-სა და 2-ს შორის რამდენი მოსწავლე შეიძლება ყოფილიყო, არის პასუხი 1, ხო? იმიტომ რომ მთელი რიცხვი უნდა იყოს. შესაბამისად 1, 1, 3, 6, 8, 6-სა და 8-ს შორის 7, 4-სა და 6-ს შორის 5, შემდეგ 4, 2 და 2. ეს რაოდენობა სულ უნდა შევკრიბოთ. ესე იგი 1 + 1 2 3 6 12. 12 ყავს ვინც ვერ ჩააბარა. გავაგრძელოთ დათვლა. 12 და 8 20, 27, 32, 36 და კიდევ 4 40. ანუ სულ 40 მოსწავლე გვყავს. შეიძლება უფრო მარტივადაც შეგვეკრიბა საჭიროების შემთხვევაში ვთქვათ რაღაცა დაგვეჯგუფებინა 8 და 2, 7 და 3, თუმცა ნუ პატარა რიცხვებია და აქ ის გამოთვლაც საკმარისია. შეიძლება რამდენჯერმე უბრალოდ გადაგემოწმები და ყოველი შემთხვევისთვის რომ დარწმუნებული ყოფილიყავ. ხო, ახლა 40 კარგი რიცხვია, ამიტომ 40-ის რამდენი პროცენტია 12 ნოლები შევკვეცოთ 4 და 10-ს შევკვეცოთ, აქ 2, აქ 5. x-ი, ანუ ჩვენი პროცენტი არის 12/5 გაყოფილი 2-ზე და გამოდის 30%. დამრავლის დროს მართალია მრეწველების შეკვეცა ტოლობის ორივე მხარეს შეიძლება, თუმცა დაზღვევის მიზნით ჯობია რომ გადავწეროთ და შეცდომა არ მოგვივა. ხო, იმიტომ რომ შეიძლება ცოტა უფრო გამოუცდელმა აპლიკანტმა შემდეგ მიმატების დროსაც რატომღაც შეკვეცოს მრეწველები და ამიტომ ჯობია რომ გადავიტანოთ მეორე მხარეს და შემდეგ შევასრულოთ შეკვეცა. ამოცა ეს პასუხი კი გამოვიდა 30%.